გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ბრომო ბენზილციანიდი იგივე კამიტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებით დაადგინა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამეს მასების მართვისთვის გამოყენებულ იქნა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება პროპილენ გლიკოლის ხსნარი. აღნიშნული ნივთიერებებიდან არც ერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცოტა ხნის წინ ჩატარდა. უწყება აცხადებს, რომ მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ეგრეთ წოდებულ დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწავლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწავლელ ქიმიურ ნივთიერება კამიტს. თემაზე უკვე კეთდება პოლიტიკური შეფასებები, რომლებსაც ნანა გოგატაძე გაგვაცნობს. ნანა, რა განცხადებები კეთდება თემასთან დაკავშირებით? უკრაინული სპეცსამსახურების დავალებით გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს დაზიანება, ასეთი შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ BBC ტყუილში ამხილა, ვინაიდან დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია და შესაბამისად საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ არასდროს ყოფილა გამოყენებული აკრძალული ნივთიერება კამიტი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გამოძიებით დადასტურდა ისიც, რომ ნივთიერება, რომელიც ძალოვანმა უწყებამ შეიძინა, არ არის აკრძალულთა სიაში და ის შეძენილია ებრაული კომპანიისგან. შესაბამისად, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ახლა BBC ადანაშაულებს ისრაელს საქართველოსთვის აკრძალული ნივთიერების მიყიდვაში, რაც მათივე შეფასებით ნონსენსია. როდესაც უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ პირდაპირ დავალებით და მართვით BBC ავრცელებს დეზინფორმაციას, რომელიც მიზანმიმართულია, რომ პირდაპირ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია იყოს დაზიანებული, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებს უნდა ჩაეტარებინათ გამოძიება და შედეგიც ვნახეთ. შედეგი არის ის, რაც რა თქმა უნდა ცნობილი იყო ისედაც საზოგადოებისთვისაც და ერთი წამითაც კი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას არც კი დაუჯერებია, რომ 1930 წლის შემდეგ და 30-იანი წლების შემდეგ აკრძალული ნივთიერება საქართველოში ვერ ხდებოდა და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ისევ და ისევ გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს ნივთიერება, რომელიც გამოყენებული არის და გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც არსებობს ამის სპეციალური საჭიროება ძალადობრივი აქციების და მასების მართვის შემთხვევაში და ეს ნივთიერება მოწოდებული იყო ისრაელის მხრიდან. ეხლა გამოდის, რომ BBC თურმე ისრაელს ბრალს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში, რაც არის აბსოლუტური ნონსენსი. ჩვენ ნახეთ, რომ BBC-ს ეგრეთ წოდებული ფილმი ეყრდნობოდა ერთი მხრივ დამნაშავე ბაჩიაშვილის ჩვენებებს, მეორე მხრივ ბრალდებულ და პირდაპირ დასახელებულ უკრაინაში გაქცეულ გედედეს ყოფილ თანამშრომელს ეგრეთ წოდებულ ჩვენებას და როგორც ისინი უწოდებენ ინფორმატორს, ამავდროულად ეგრეთ წოდებულ კვლევას, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს სამეცნიერო კვლევასთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების არსჯერა ოპოზიციას ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საქმეში არ დევს არანაირი უტყუარი მტკიცებულება, განსხვავებული შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სუსის მიერ ჩატარებული გამოძიების გარეშეც სჯეროდა საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას, რომ BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი იყო. BBC-მ საკუთარი საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყნობით, ჩვენ სუსის ბრიფინგით არც ერთი მტკიცებულება არ გვინახავს. ეს არის მცდელობა დანაშაულის დაფარვის. სუსის გამოძიებითაც დადასტურდა, რა თქმა უნდა, ის რა აბსურდის თეატრით შემოგთავაზეს ჩვენმა რადიკალებმა და ამ შემთხვევაში BBC ყავდათ ამ ყველაფერში ჩართული. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ერთდროს ესეთი რეპუტაციის მქონე ტელემაუწყებლობა ესეთი სიცრუის ტირაჟირებას ახდენს ყოველგვარი ფაქტების მტკიცებულებების გარეშე. თუმცა გასაკვირი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბანკიც კი შეწირა თავისი რეპუტაცია საქართველოში, რომ ზეწოლა განეხორციელებინათ კონკრეტულად ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. და რა თქმა უნდა ესეთი ზღაპრების უკვე ჩვენს მოქალაქეებს არ ჯერათ და გამოძიების გარეშეც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს არის ჩვეულებრივად სიცრუე.
BBC-ს მიერ მომზადებული ეგრეთ წოდებული საგამოძიებო ფილმის გავრცელებიდან ზუსტად 6 დღეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, გამოკითხული მოწმეებით, ქიმიური დასკვნებით დაადასტურა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ აქციაზე არასდროს გამოუყენებია აკრძალული ნივთიერება. კამიტი გარდა ამისა, სუსის ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასდროს შეუძენია. მადლობა ნანა, თქვენ უსმენდით ნანა გოგადაძეს. სუსში გამართულ ბრიფინგს უკვე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. ირაკლი კირცხელი ამ განცხადებას სოციალური ქსელით გაავრცელა და მორიგ დეზინფორმაციულ კამპანიაზე მეუთითა. სამი საოცრება ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე საოცრებების სერიიდან. პირველი სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა. მეორე საარჩევნო უბნებზე ძვირფას ქურქში გამოწყობილმა ქალბატონებმა დაჟინებული მზერით 400,000 ხმა გააყალბეს. მესამე ქიმიური თავდასხმის დროს კამიტით მოწამლული აკაცუკი 1 წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს. დაზარალებული მხოლოდ თუთიყუში დარჩა, რომელსაც ბუმბული დაცვივდა. გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბრიფინგზე ისაუბრა. ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია და კვლევის ნიმუშები, რომლებზეც ჩატარდა ექსპერტიზა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრომო ბენზილციანიდი შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. 2024 წელს გამოყენებული ნივთიერებები კი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. მტკიცებულებებზე დაყრდნობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ BBC-ს ეგრეთ წოდებულ ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები კამიტის გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას. პოლიციის მიერ ეგრეთ წოდებულ კამიტის გამოყენების მიმართებით საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას განაგრძობს იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც 319 მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის, არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი. აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 17 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ტრიქლორეთილენთან ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდის კოდი UN 34-39, ხოლო გამხსნელ სითხეს გადაზიდის კოდი UN 1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც. ნიმუშის სახით ამოღებულია 17.5 კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN 34-39. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ BBC-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში მოხსენებული საერთაშორისო გადაზიდის კოდებით UN 34-39 და UN 1710 შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა სხვადასხვა ქართულ ორგანიზაციას, მათ შორის ავერსი რაციონალს, GPC-ს, რუსთავის აზოტს და სხვებს ბოლო 20 წლის განმავლობაში 606-ჯერ აქვთ შემოტანილი ათეულობით სხვადასხვა დასახელების სამოქალაქო, საწარმოო და სამედიცინო დანიშნულების ტვირთი, მათ შორის ტრანსპორტირების კოდი UN 34-39 507-ჯერ და ტრანსპორტირების კოდი UN 1710 99-ჯერ არის დაფიქსირებული საბაჟო დეპარტამენტის სააღრიცხვო ბაზებში. რაც შეეხება ნივთიერება ბრომო ბენზილციანიდს, იგივე კამიტს. ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. მოწმის საკით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ეგრეთ წოდებული დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ.
გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწონილ ქიმიურ ნივთიერება კამიტს. ეგრეთ წოდებული კვლევის ავტორთა განმარტებით ისინი ვერ დაადგენდნენ კამიტის გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ. გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხნენ მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებიც. ასევე ღია წყაროებიდან მოპოვებული მასალების მიხედვით საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ნივთიერება პრომობენზილ ციანიდის ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიგრძელა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში. ამ ფონზე ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო კლინიკებიდან. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისთვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება პრომილენ გლიკოლის ხსნარი. აღნიშნული ნივთიერებებიდან არც ერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერებების კატეგორიას. ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენენ პირველი ქიმიური ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, მეორე ქიმიური ნივთიერება ტრიკლორეთილენი, ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით და მესამე ქიმიური ნივთიერება პრომილენ გლიკოლი. გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მოწოდებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები. საყურადღებო გარემოებაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერების ტროტილის შეძენა შენახვის ფაქტს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილ მოვლენების პარალელურად. გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს ზემოთ აღნიშნული საბრძოლო მასალის ასაფეთქებელი ნივთიერებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში. ამრიგად, გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ს ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ეგრეთ წოდებული ქიმიური იარაღი კამიტის მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები. და BBC-ს ფილმის ავტორებთან ერთად მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოუგეზიებო მოქმედებები ამოწურულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
როგორც ნებისმიერი თავმოყარე სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უსაფრთხოების სფეროში. BBC-ს ეგრეთ წოდებულ ფილმში გაჟღერებულ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯოლაძე შეკითხვა ამ თემაზე ჟურნალისტებმა დაუსვეს. მისი განცხადებით არსებობს მრავალი არგუმენტი, რაც ბრალდებებს და უსაფუძვლო აჟიოტაჟს გამორიცხავს. რამდენადაც მძიმეა ბრალდება, აღმოჩნდა, რომ იმდენად თვე შეიძლება 5 მაგათ უფრო უსაფუძვლო აღმოჩნდა. ძალიან ბევრი მტკიცე არგუმენტი გამოჩნდა, რომლითაც პრაქტიკულად აბსოლუტურად გამოირიცხა და გაბათილდა რეალურად ის, რომ შეიძლება სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ლეგიტიმურ პოლიციურ საშუალებებს მოხოლოდა ადამიანებისთვის მიყენებული ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. ამაზე მეტყველებს რაოდენობაც მიმართვიანობის, ამაზე მეტყველებს კონკრეტული გარემოებები, უბრალოდ ბოლომდეა მისაყვანი, რომ ვისაც კითხვა შეიძლება დარჩა მაგალითად უცხოეთში ამასთან დაკავშირებით, მათთვისაც თვალსაჩინო გახდეს, გასაგები გახდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად მტკნარი ტყუილი, რომელიც გაავრცელა ამ შემთხვევაში BBC. ნაციონალური მოძრაობის ლობისტური კამპანია და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გასაჯაროებული დოკუმენტი. უცხოელი აგენტების რეესტრში გამოქვეყნებული ტექსტი ასახავს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ნელსონ მალინსის გაწეულ სამუშაოს. ირკვევა, რომ ნაციონალური მოძრაობა ლობისტური ჯგუფის საშუალებით PR კამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. აქცენტი კეთდება ლობისტების შეხვედრებზე მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც აქვეყნებდნენ სტატიებს მეგობარი აქტის შესახებ და ხელს უწყობდნენ თემის ხელოვნურად წამოწევას. მათ შორის არის ვაშინგტონ გზამინერი, როიტერსი, ნიუსმაქსი, ზეჰილი და სხვები, რომლებიც აქვეყნებენ კრიტიკულ სტატიებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. დოკუმენტებით ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფებმა შეხვედრები გამართეს კონგრესმენებისა და სენატორების სხვადასხვა ოფისთან, ასევე კომუნიკაცია ფიქსირდება ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო 6 თვეში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ლობისტური კომპანიებისთვის გადარიცხული თანხა $623,000-მდე. წარმოადგინოს და ხელი შეუწყოს უცხოელი მხარის ინტერესებს, საკვანძო საკითხებსა და პრიორიტეტებს. კონგრესის, თეთრი სახლის, სამთავრობო სააგენტოების, ვაშინგტონის დაფუძნებული ორგანიზაციებისა და კოალიციების წინაშე, აგრეთვე თავდაპირველ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წესით. მოხდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადვოკატირება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და მედია საშუალებების წინაშე. გაეწიოს რჩევა და დახმარება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დიპლომატიური საქმიანობის მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაეხმაროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკაში. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში არსებული ინფორმაცია იწვევს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებები საქართველოს მთავრობის მიერ ქიმიურ ნივთიერება კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით სწორედ ლობისტური საქმიანობის შედეგია. ვაშინგტონ ეგზამინერი და ზეჰილი სწორედ ის მედია საშუალებებია, რომლებიც BBC-ს ეგრეთ წოდებულ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებზე აქტიურად აკეთებენ აქცენტს. შეფასება კეთდება ოპოზიციაშიც. ამერიკაში ძალიან კანონიერი გახავთ, როცა ლობისტური საქმიანობაში გამოიყენება კონკრეტული კომპანიები. ამ საქმიანობით უსარგებლია მათ შორის ოცნებას თავისუფლად თუ თანაშაულებრივად მიეჭ და რაღაც აკეთებდნენ. ახლა იგივე ხო? ამიტომაც არაფერი ჩვეულებრივი ამბავი არის, როცა გეხმარება კონკრეტული ლობისტური კომპანია, რომელიც გეხმარება შენ კონტაქტების დამყარებაში. არაფერი არაკანონიერი და რაღაც საიდუმლო ამაში არ მომარევს. ძალიან გამჭვირვალეა ყველაფერი. ახალი ამბავი არ არის, რომ ნაციონალური მოძრაობა უკვე წლების განმავლობაში, მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც, სწორედ დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ აწარმოონ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიხალხური პოლიტიკა. და აი ეს ფარას კანონი გვაძლევს ხოლმე ჩვენ საშუალებას, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ მათი ეს საქმიანობა, ასე ვთქვათ, დავინახოთ და საზოგადოებისთვის ხილვადი გავხატოთ. და აქაც ჩვენ ხედავთ, ხო, რომ კამიტის ეგრეთ წოდებული ამ ქიმიური მოწამვლის ეს შეთითხნილი ისტორია არის
ესეთი ორკესტრირებული, ანუ ერთიანად ორგანიზებული ხდება მათ შორის ამერიკულ მედიაში ამაზე უკვე აქცენტების გაკეთება. ისეთი ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგადაც უნდათ გარკვეული პოლიტიკის გატარება, დემოკრატიული არჩევნების შედეგების შეცვლა, მათთვის სასურველი, ასე ვთქვათ, მიმართულებით იყენებენ სწორედ სპეცოპერაციებისათვის დამახასიათებელ ჰიბრიდული ომის ყველა ელემენტს. ამ ჰიბრიდული ომის სწორედ ერთ-ერთი რგოლი არის ის, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ ეგრეთ წოდებული BBC-ის სიუჟეტით. თავიდან ბოლომდე არის გაშიფრული ნაცმოძრაობის და მათი პატრონების ეს ლობისტური ტანდემი, რომელიც პირდაპირ რომლის მიზანსაც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის, ტყუილების გავრცელება და პროპაგანდა წარმოადგენდა, მათ შორის საგულისხმოა ის, რომ სწორედ ეს მავნებლური BBC-ის რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა თითქოს ჩვენი ქვეყნის მიერ რაიმე ფორმით ქიმიური ნივთიერების გამოყენება საკუთარი მოსახლეობის მიმართ იყო აქტიურად მხარდაჭერილი და ლობისტურად მხარდაჭერილი შეერთებულ შტატებში სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ და ეს დროშიც ზუსტად ემთხვევა BBC-ის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟს, ამიტომ ცალსახაა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა ფარა არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი იმისთვის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით არსებული მავნებლური და აგენტურული მოქმედება, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეერთებულ შტატებში ნაცმოძრაობის და მათი პატრონების მიერ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები იქნეს ჩვენი საზოგადოების მიერ შეცნობილი, გააზრებული და სწორი გადაწყვეტილებები მიღებული. გარეთ ძალების მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა წლების განმავლობაში. მმართველი გუნდი აღიარებად მიიჩნევს ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას, რომელშიც ლორენს ვილკერსონი არასამთავრობო ორგანიზაციების რეალურ საქმიანობას ამხელს. მან ისაუბრა, როგორ იყენებდა შტატები ლიბერალურ დემოკრატიას საკუთარი მიზნებისთვის. ამერიკელი პოლკოვნიკი და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი საუბრობს სხვადასხვა ქვეყანაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მიმართულ მედიებსა და NGO-ებზე. როგორ ფინანსდებოდა მათთვის სასურველი მთავრობები, რათა მათ კონკრეტული დავალებების შესრულებინათ და გარეთ ძალების ინტერესები გაეტარებინათ. ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მსგავსი სცენარი იყო საქართველოშიც. რომელიმე სამხედრო პირი ან პოლიტიკური პირი პოდკასტში რამე სიტყვის, ეხლა ეს არ ვიცი, მუდმივად შეიძლება ამაზე ვიკამათოთ, მაგრამ ერთი პოლიტიკური პოზიცია, რაც არსებობს და ინსტიტუციური პოზიცია, რაც არსებობს და რაც არის დასავლეთის ოფიციალური პოზიციები, იმის მიხედვით ვიმსჯელოთ ჯობია ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ძალიან ღრმა კრიზისში ვართ და კონკრეტულ რაღაც ყოფილ გადამდგარ სამხედრო პირების პოდკასტში ნათქვამ სიტყვებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ამ აღიარებითაც კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ სწორედაც ხდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სხვადასხვა რედაქციების, ჟურნალ-გაზეთების, ტელევიზიების, არასამთავრობო ორგანიზაციების ასე ვთქვათ, ფინანსური უზრუნველყოფა იმ მიზნით, რომ მათ შეესრულებინათ ის დავალებები, ის ამოცანები, რაც შედიოდა მათ ინტერესებში. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როდესაც რაოდენ მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, მისი სუვერენიტეტისათვის, მისი განვითარებისათვის, რომ გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსებისა, გამჭვირვალობა იმ პროექტებისა, რომელიც უცხოეთიდან მოდის, იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის პირდაპირი ხილება და აღიარება იმ ძალიან ძიმე მოცემულობის, რაც ამერიკულ სპეცსამსახურებს ლიბერალური დემოკრატიის იარაღად გამოყენების გზით ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნებში, როდესაც იყო პირდაპირი მცდელობა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების ჩამოქცევის, ქვეყნების მიერ საკუთარი ლებასურულის განხორციელების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღების, ის რომ აქტიურად გამოიყენებოდა NGO სექტორი, ის რომ ხდებოდა სპეცსამსახურების შეგზავნა, ის რომ ხდებოდა შესყიდვა და მოსყიდვა მედია საშუალებების, კონკრეტული გამოცემების, გაზეთების და ასე შემდეგ, სწორედ ამაზე ისაუბრა ამერიკელმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რაზედაც ჩვენ არაერთ გზის ვსაუბრობდით აქამდე.
შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც გეოპოლიტიკურ მოცემულობას ცვლის. 33 გვერდიან დოკუმენტში საუბარია ევროკავშირზე და მის დამოკიდებულებაზე ნატოსა და რუსეთის მიმართ. პირველად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვაშინგტონი ამბობს, რომ ბრიუსელი მოსკოვთან სტრატეგიული სტაბილურობის პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს. ევროკავშირმა კი უნდა შეცვალოს მისი ტრაექტორია. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ევროკავშირში დღეს პოლიტიკური კრიზისია. იზღუდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და იხშობა თავისუფალი ხმა. უნდა დასრულდეს აღქმა თითქოს ნატო მუდმივად გაფართოებადი ალიანსია. შეერთებული შტატები თვლის, რომ ევროპის კონტინენტზე დემოკრატიულ პროცესებს, პოლიტიკურ თავისუფლებას და სუვერენიტეტს ძირს უძღრის საკუთარი მთავრობების, ასევე ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების საქმიანობა. სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ თუკი დღევანდელი ტენდენციები გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელში ან უფრო ადრეს პირვანდელ სახეს დაკარგავს. დღევანდელი მოცემულობით კი შესაძლოა რამდენიმე წელში ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ძლიერი ეკონომიკისა და სამხედრო ძალების გარეშეც დარჩეს, რაც მათ ამერიკის არასანდო პარტნიორად ხდის. ევროკავშირში არსებული კრიზისის მხილება შეერთებული შტატების მხრიდან. ასე აფასებს მმართველი გუნდი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას. უმრავლესობა აცხადებს, რომ დოკუმენტში საუბარია იმ თემებზე, რაზეც ბრიუსელის მიდგომებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი აკეთებს აქცენტს. შეფასება კეთდება ოპოზიციაშიც. ზოგადად ამერიკის პოლიტიკაში არაერთხელ ნათქვამი ის, რომ თუნდაც ევროპული მხრიდან მოთხოვნილი იყო, საკუთარ ადეკვატურად თავის დროზე და ლოგიკურად ის, რომ მათი სამხედრო თანახარჯები თუნდაც ყოფილიყო უფრო რელევანტური. ამ მოთხოვნის შესრულება ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკური და საჭირო გახავთ, იმიტომ რომ მათ შორის ევროპაში იმისთვის, რომ ევროპის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებს გაუმკლავდეს, საჭიროა, რომ სამხედრო კუთხით უფრო მომზადებული ყოფილიყო ევროპა. რაც შეეხება ახლა სხვა მიმართულებით, შეიძლება პრობლემები არსებობდეს და ნებისმიერ გაერთიანებაში, ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს პრობლემები, ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლავთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ევროპა გამოდარგეს ეს პრობლემების წინაშე, რომ რაღაც ეგზისტენციალურ საფრთხე უხდებს. შეერთებული შტატების განახლებული სტრატეგია ეს არის პრაქტიკულად ხილება ევროკავშირში არსებული ძალიან დიდი კრიზისის, კორუფციის ჭაობში მყოფი ევროჩინოსნები, რომლებიც პრაქტიკულად საკუთარი ინტერესებისთვის მართავენ ევროკავშირს და არ ითვალისწინებენ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების სურვილებს. პირდაპირ წერია სტრატეგიაში თუ რა მძიმე რეალობა იმ მიმართულებით, როდესაც პრაქტიკულად უმიზნოდ და შესაბამისი სტრატეგიის გარეშე ხდება ნატოს გაფართოების სურვილის რეალიზება. აქ საუბარი მშვიდობაზე, საუბარია ქვეყნების გაძლიერებაზე და ეს სტრატეგია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკავშირში არსებული სახელისუფლებო მოცემულობა ძალიან მძიმე კრიზისში იმყოფება და ამის პრაქტიკულ ხილებას ახდენს შეერთებული შტატები დღეს. ტრამპმა ახალი თამაშის წესები შესთავაზა მსოფლიოს და გამოაქვეყნა კონკრეტული გზამკვლევი, რაც გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებას, ევროპის ტრაექტორიის ცვლილებას, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომის დასრულებას, რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის აღდგენას და რა თქმა უნდა, ეს წარადგება მსოფლიოს, ეს წარადგება საქართველოსაც და ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკა უნდა იქნას გადახედილი, რამე თუ მისი გაფართოება არის სათავე არაერთი სამხედრო დაპირისპირებისა და კონკრეტული მაგალითის მომსწრებად, რომ უკრაინაში სწორედ ამ მიზეზით დაიწყო რუსეთ-უკრაინას, უпростоრად დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება და ძალიან დიდი შანსი იყო, რომ საქართველოს ამის ხორბლი ყოფილიყო. სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაში, რასაც ნგრევა მოჰყვა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ტელეგრამ არხით ავრცელებს. თავდასხმების შედეგად დაიწვა ფასტოვის რკინიგზის სადგურის მთავარი შენობა. კიევის რეგიონში დაარტყეს საცხოვრებელ სახლებს და საწარმოებს. გამოყენებული იყო 650-ზე მეტი დრონი და 51 რაკეტა, მათ შორის აერობალისტიკური და ბალისტიკური. დარტყმების მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ობიექტებია. ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ 2 დღის განმავლობაში მშვიდობის საკითხებში შტატების სპეციალური წარმომადგენლები სტივენ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს და გენერალური შტაბის უფროსს. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კონსტრუქციული მსჯელობა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. შეხვედრების შემდეგ რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრიორიტეტი
ისეთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დაიცავს, უზრუნველყოფს უკრაინელების უსაფრთხოებას და სტაბილურ საფუძველს შექმნის ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. 2 კვირის განმავლობაში 6 შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ამ შეხვედრების შედეგები განიხილეს და უსაფრთხოების მოწყობის ჩარჩოზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრა ფლორიდაში იმართება. შრი-ლანკაში ციკლონ დიტვას შედეგად დაღუპულთა რიცხვი 607-მდე გაიზარდა. 214 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. კატასტროფების მართვის ცენტრის ინფორმაციით, სტიქიურმა უბედურებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. განადგურებულია 4000-ზე მეტი სახლი, 67505 საცხოვრებელი კი ნაწილობრივ დაზიანებულია. გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოში ჩადენილი განზრახ-მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად დამნაშავეცნო. საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს გორის სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ მომხდარ მამაშვილის მკვლელობას. შურისძიების მოტივი 50 წლის მამაკაცმა მამაშვილს ცეცხლსასროლი იარაღი დანესროლა. სროლის შედეგად შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 28 აპრილს ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკებისას შურისძიების მოტივით მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკლის მიზნით მამაშვილს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე წარედგინა. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე აიყვანეს. სამართალდამცველებმა სარფის ტერიტორიაზე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 21 შეკვრა დაფასებული კოკაინი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის შეძენა შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. პატრულ ინსპექტორებმა თბილისში ბრალდებულის ავტომობილიდან ასევე მისი ბინის შხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმშელეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე გივი მიქანაძე აზერბაიჯანელ კოლეგასთან და მის დელეგაციასთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53 საჯარო სკოლას ესტუმრა. აისახა არაერთი თანამშრომლობის საომავლო პერსპექტივები, რაც თავარია ჩვენ განვაახლეთ სამუშაო ჯგუფების დონეზე ურთიერთობა, რომელიც მინისტრის მოადგილეების დონეზე რეგულარულად იკრიბება გარკვეული პერიოდულობით, თუმცა შევთანხმდით იმაზე, რომ ორი მინისტრის შეხვედრა წელიწადში სულ ორჯერ უნდა ხდებოდეს იმისთვის, რომ მუდმივი კონტაქტი, კომუნიკაცია და ერთობლივი კონტექსტით გამოვიდეთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პლატფორმებზე. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად განვიხილეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და ძმობის მდგრადობის განმტკიცებაში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი ადვოკატებს შეხვდა და ოფიციალურად წარადგინა მისი გუნდის საარჩევნო პროგრამა, რომელიც შეეხო ადვოკატის პროფესიის გაძლიერებას, უფლებების დაცვას, რეგიონებში მომსახურების ხელმისაწვდომობას და ადვოკატთა სოციალურ პროფესიულ მხარდაჭერას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2025 წლის 14 დეკემბერს საერთო კრებას გამართავს, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის მმართველი ორგანოების მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება.
Რა თქმა უნდა არის აქტუალური არაერთი საკითხი ისეთი როგორც არის დაკავშირებული ადვოკატის უფლებრივ გათანაბრებასთან, სახელმწიფო ბრალდებასთან და სასამართლოსთან ამ მიმართულებით ჩვენ პროფესიული გაერთიანება უნდა დავიწყოთ ხვალიდან მუშაობა. მე როგორც თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი და მე მინდა მჯეროდეს რომ მომავალი თავმჯდომარე სწორედაც რომ ვაპირებ რომ გადავდგა აქტიური ნაბიჯები რომ პროფესიის თითოეული წარმომადგენელი იყოს უფლებრივ ნაწილში გათანაბრებული მართლმსაჯულების ყველა სხვა აქტორთან. აუცილებელია რომ ადვოკატთა ასოციაცია იყოს კიდევ უფრო გამჭვირვალე, აუცილებელი არის თითოეული ადვოკატის ინტერესებზე მორგებული სისტემის დანერგვა და აუცილებელი არის ადვოკატთა ასოციაციის ხმა ისმოდეს ყველგან, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები. ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეთვალყურეობ საბჭოს სხდომა გაიმართა. განიხილეს მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე. ასევე ლაბორატორიული სიმძლავრეების განვითარებაზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების მზადყოფნასა და რეაგირების საკითხებზე. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ასევე დაგეგმილია ძალიან ბევრი ახსიახლების განხორციელება. ჩვენ მოვისმინეთ ასევე მზაობა და ჩართულობა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის ყველა ამ პროექტებთან მიმართებაში, რაც ძალიან სასიხარულოა და იმედების მომცემი. შეჯამდა 2024 წელს დაგეგმილი სტრატეგიის ნაწილში შესრულებული სამუშაო, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ლუგარის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შედეგებს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეპარტამენტის მიმართულებით დაისახა კონკრეტული ღონისძიებები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არიან ძირითადი პარტნიორები, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონულ დონეზე. დღეს ჩვენ განვიხილეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მრავალ მიმართულებაში მიღწეული პროგრესი. პირველ რიგში გადამდებთ დაავადებათა ბრძოლაში, მათ შორის იმუნიზაციის დაფარვის მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი წინსვლა. აღსანიშნავია ასევე საქართველოს მთავარი მიღწევები, საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლავ აგრძელებს მუშაობას როგორც ჯანმოსკოლაბორაციული ცენტრი ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით. ასევე ქვეყანაში მოქმედებს ჯანმოს მიერ სერტიფიცირებული მრავალი რეფერენტული ლაბორატორია. მე ჩემი ქალაქის პატრიოტი ვარ. ამ სახელწოდებით დასკვნით საღამოს რეგიონების შემდეგ დედაქალაქმა უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 5 რეგიონიდან შერჩეულმა ანსამბლებმა. პროექტი მიზნას ისახავს რეგიონებში განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ღონისძიება საზოგადოებრივი აზრის ასოციაცია ინსტიტუტის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა. ეს არის სატესტო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პატრიოტიზმის გაღვივებას. ჩემი თაობა მაგალითად ესეთი პატრიოტული იდეოლოგიაზე არის აღზრდილი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ესეთი ღონისძიებების ჩატარება და ავირჩიეთ ქალაქები. აქ არიან წარმოდგენილები პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა რაიონებში შერჩეული სხვადასხვა კულტურული წრეებიდან შერჩეული ბავშვები, რომლებმაც მიიღეს უკვე დღეს დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეობა. დღეს აი ამ პროექტში ჩართული იყო დუშეთიდან ფასანაორის ბავშვთა ანსამბლი თიულები, დუშეთის სახელოვნებო სკოლის ანსამბლი ივერიონი და ჟინვალის ბავშვთა ანსამბლი მამული. ასეთი პროექტები გვახსენებენ ჩვენი ტრადიციების, წესჩვეულებების, სამშობლო სიყვარულს, მის ერთგულებას. საშუალება ჰქონდა თვითოეულ ჩვენთაგანს საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოევლო, შეხვედროდა თანამემამულეებს და მოფერებოდა. უდიდესი ეროვნული მნიშვნელობის გახლავთ ეს პროექტი. ქალბატონმა ლია მოიფიქრა ის, რაც ვერ მოვიფიქრეთ ჩვენ. ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე ემჩელეს გორში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით მყარი ნარჩენების მართვა უნდა დაეფუძნოს ევროპულ სტანდარტებს, რისთვისაც აუცილებელია ძველი არსებული ნაგავსაყრელების ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების ჩანაცვლება. ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების გახსნის შემდეგ ეტაპობრივად დაეხურება ძველი ნაგავსაყრელები.
ჩვენი მიზანია რომ უმოკლეს დროში დავხუროთ ძველი ნაგავსაყრელები და შევქმნათ ახალი სტანდარტული ტიპის ნარჩენებს განთავსების ადგილები. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჩართულობა, რადგან საბოლოოდ ეს ყველაფერი უბრუნდება მათ და მათი კეთილდღეობისაც არის მიმართული. დღევანდელი შეხვედრა ისახავდა საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობას, რომლის საჭიროებაც დადგა რეგიონში და აქედან გამომდინარე ასევე იქნა საუბარი ლოკაციების შერჩევაზე. მოეწყობა ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელშეუწყობს ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობების გაუმჯობესებას. დღევანდელი შეხვედრა უკავშირდება მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას და ახალი ობიექტებისთვის ადგილმდებარეობის განსაზღვრას, რომელიც რეგიონის გზელვადიან საჭიროებზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი მიზანია შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ვიმუშაოთ, რომ ეტაპობრივად მოხდეს დახურვა ძველი ამორტიზირებული ნაგავსაყრელების. ტოკიოში ძიუდოს გრანდსლემზე ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. სულამანიძემ ტოკიოს გრანდსლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა, ვინც ეს პრესტიჟული ტურნირი მოიგო. ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. კურიერი 6 ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 9 საათზე შევხვდებით. მანამდე კი ყველა სიახლეს გაეცანით რუსთავი 2.jz.